ქრისტე ეჯავრება ქრისტეს სიტყვასაც არ ამბობს ერთადერთი ალბერ პაიკი იყო რომელმაც განმარტება მისცა რომ ეს არის ადონაი ქრისტეს ეძახის ადონაის რომელსაც უწოდებს ღმერთს სხვათა შორის რომ რა ვქნა თუ აბსოლუტიო ანუ ჩვენ რომ მამას ვეძახით ორ სახოვანი მასში არისო რომელიც ერთი კეთილია და მეორე ბოროტია აი ეს კეთილია ლუციფერი ეს მეცხრეო და ამერე რომელიც არის თუ სინათლის და სიკეთის ღმერთი ეხლა აღნიშნავდნენ ზუსტად ამ დღესასწაულს ადონაის რომელსაც უწოდებს საპირისპიროა ეს ალბერტ პაიკის ძეგლი დგას თეთრი სახლის წინ ვაშინგტონში ცხენზე ამხედრებული ეიცავენ რომ ქრისტიანმა არ დააგრიოს ეს მისი განმარტება რომ რა ვქნათ 33 ხარისხის მასონი იყო დღეს ცოცხალია ვარ ხო აბსოლუტი ამ ორ გამოვლენებაშია სიკეთისა და ბოროტების იმაშია აი სიკეთისა რომ სინათლის და სიკეთის ღმერთი არის ლუციფერი და ადონაი არ ახსენებს ქრისტეს ადონაი არის რომ ბოროტების და სიბნელის ღმერთიო და ბოროტებისა და ქრისტიანებს ეუბნებიან დანარჩენები ვინც არიან ეს გოები არიან რაღაცა პირამიდას რამდენჯერა თუ ჩვენ ვართო და დანარჩენი გოები არიან გოი კიდე ორია აბათი მოკლე შეიძლება ვინც სინაგოგაში დადის იმის მოკლე არ შეიძლება ის ადამიანია ვინც არ დადის ყველა ორია ყველა გოია რომელიც რა მოიკლასო მაგრამ ნიშანში ვიყავთ ქრისტიანი იმიტომ რომ ანტიქრისტიანულია ანტი-არაბული არ არის ბოდიში ანტი-მუსულმანური არ არის ანტი-ბუდისტური არ არის და ასე შემდეგ ანტიქრისტიანულია რატო იმასთან აქვს საქმე იმიტომ რომ ესეც კაცო ეს სქემაც მამისა ვიღაცას გონია რომ ლუციფერი მამისა არა ჩამოგდებულია ხო ლუციფერი არ არის მკვდარი და დღესაც ეწოდება მთავარ ანგელოზი რატო ეს გზრდის ცხრიანი გზრდის ცხრიანი თუ არა 10-იანში ვერ გადახარ 10-იანში უნდა მოხდეს მოტრიალება საით ქრისტესკენ რომ ახალი დაიწყოს თუ არა მაშინ დასასრულია ეს მეტრაზე და დროში ეს უწყვეტი და გადაწყვეტილება შეღებულ სად გაჩერდეს შეთვის ეს დრო თუმცა ეს განსაზღვრულია აი განსაზღვრული დედამიწაზე რომ სიცოცხლე შეწყდეს იმისგანად და გაგრძელდეს თუ არა ჩვენ ვწყვეტთ იმ გადაწყვეტილებით რასაც ქვია გაგითხა არ გვინდა მაშინ ცეცხლით ეწובה ჰაერი და უჰაეროდ კუდალა პლანეტად იქცევა დედამიწა რატო უტრიალდები ამას იმიტომ რომ თუ ქრისტეა ტეზია ლაპარაკი არა ტე მეტად რაო ქრისო ტე აი ეს წინა ნაწილი ქართველობას განსაზღვრავს ტეს ტაროსის ენა ტაროსი ვიცით რაც არის არა ამის ღვთაება ამისი ღვთაება ლასია და ლასი ღვთაება და ლასი ნათლისმცემელია ესე იგი გამიგეთ ელია და იოანე ქვია ნათლისმცემელს მისი სულით დაბადება და ერთ-ერთ მოწაფესაც იოანე ქვია რომელიც ყველაზე მეტად უყვარდაო ქრისტეს რა უყურე ქრისტეს უფლისგან იყო ჩაისახა და იშვა და ნათლისმცემელიც უფლისგან იყო და ისე იშვა ხო 6 თვით ადრე ორივე უფლისა ადამიანური არ არის არც ერთი და არც მეორე ადამიანურად იშვნენ ერთიცა და მეორეც მაგრამ უფლისგან იშვნენ ამიტომ ამობს ქრისტე რომ მამა თქვენი უკან თუ ის არ არისო რომლისგანაც მე ვარო
რომელზედაც მე ვარ რომ თქვენ არ გიხილავთ ის რომ ისი ხმა არ აღსმენიათ ხოლო რომელსაც მამას ეძახითო თქვენო დასაბამიდან განმარტება კაცო ადამიანური არსებობის დასაბამიდან რატო როცა ჭამა ადამიანმა ბოდიში ისაფია რა ხეცნობადის და გამოაგდო ესე იგი იმ დროიდან ჩვენი მამა გახდა მეცხრე და ჩვენი შემეცნება ამისია და ახლა ცოტა მეტად რო ახსნა ლაცში არის და გრაფიკულშიც არის საიდუმლო გამიგეთ აი იოანეში ესე იგი უფლისგან რომელიც არის ნათლისმცემელია და მამისგან და ქრისტესგან რომელიც არის ის კიდე არის იოანე ღვთისმეტყველი და ეს იოანე ღვთისმეტყველი გვაწვდის ამ ცნობებს რომელიც კაცობრიობას ეხება და განსხვავებულია სხვა სახარებებიდან ორივე ერთი და იგივე სახელია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა რაც ხდება შესაბამისად იმიტომ რომ სხვა გაგებით ლასია ჩვენებური ახსნეთ ლ ასონიშანშია საიდუმლო და ახლა ეს საიდუმლო გარკვეულწილად იხსნება იმ შემთხვევაში თუ კი იცი რა არის და ის შეგიძლია გაიგო აი იზე ვილაპარაკე ის თუ არ არის თუ ვერ გაიგე რა არის ვერ გაიგებ დანარჩენს იმიტომ რომ 10 თუ არის 11 12 13 14 ვერ გაიგებ თუ არ გაგრძელდა იქით და გაგრძელებაშია რა არის ორი ი არის შიგ ორი ი არის კაცო ესე იგი ნომერი ამისი რომელ ადგილზე ზის რიცხვი მნიშვნელობა და სად არის ასომთავრული ამე ის ასომთავრული არის 7 კაცო და უდრისო 10-ო და აი ამეთ და 7-10 ტოლი როდის არის მაგრამ ასომთავრული ფორმა 7-იანისა მაშინ უნდა იცოდე რა ხდება რატო გვეძლება იმ ფორმით ასომთავრულში 7-ია უკვე არა მე 7 რომელი ასონიშანი მე 7 ზ ასონიშანი ხედრულით ეს ხედრული და ის ერთმანეთს ხსნიან მაგრამ ის რომ გაიგო ასომთავრულის მაშინ ასომთავრულის პირველი ნიშანი უნდა იცოდე რომელი არის ხო აი როგორი წერება და ამაში დიდი საიდუმლოა კაცო მის გრაფიკულ მხარეში შიგარი როგორც სულიერი მხარე ისე ფიზიკური მხარე და ორისგან შედგება ადამიანს რაც გვეძლება სულიერი და ფიზიკური მათი ერთიანობა პირველი ეს ამორის ერთიანობა არც თალკე ერთია და არც თალკე მეორე ესორის ერთიანობა და იმას ქვია ერთიანი პირველია და უდრის ერთს უდრის ხედულში ამასაც ნიშნულობა რატო ამ ფორმით იმიტომ რომ ეს კიდე სხვა დიდ გააზრებებს ვაძლევთ იმიტომ შემდგომ პეში ორი ცად ერთმანეთზე თუ ააგებ და აი კიდე სამцо ააგებ ერთმანეთზე სხვადასხვა ასონიშნებია სხვადასხვა ადგილებზე სხედა განმარტებების სხვა და სხვადასხვა გარკვეულ შედეგებს იძლებიან ეგ ანუ ლას გავიგებთ თუ ვიცით ინის აი იოანეს საკითხები რომ გავარკვიოთ უნდა ლასი ვიცოდეთ რა შეასაქმე იმიტომ რომ ისიც უფლისგან არის როგორც ქრისტე იყო ამიტომ მე როცა ვლაპარაკობ ამას ის სიტყვა რომელიც არაჩას მე უბრალოდ ვლაპარაკობ ის იოანეს ის რა ქვია ის ელიას არაჩას როგორც ქრისტე არაჩას ისე ელი არაჩას არა დაბადებულია ის რა ქვია შემსრულებელი მივიღები მე ხო მივიღე ქრისტესგან
ვიღაცა ცოტა ადრე მიღებულია ლასისგან. აი ლასი მოვალეობით. მაგმისით. და ისე განაწილდა რომ მე ათეისტი ვარ. ხუროს ძგავსებით ხუროს ოჯახში მივიდა რა. იქ დაიბადა. ქრისტე. და მე ვარ სად დაიბადა? ის იყო როგორც მოდელი ასე ვთქვათ. მოდელი, ანუ საეკლესიო პირი იყო. თუ ქრისტეს სქემას განვიხილავ მსგავსებით. იმას თავშეჭრიან ქრისტეს ჯვარზეადეს. მაგრამ მაშინ ეს მოხდა. თუ ეს პირდაპირ მეორდება, ვერც ქრისტეს გააგარავ და ვერც ლას გააგარავ კაცო. ლას უბრალოდ წვავენ, იწვება ყველაფერი, ქრება, ლას იკუდება. დედამიწის სიცხე აღარ იქნება. ხო და მე ქრისტეს ვარ საძლო ქვია საწყისში. რომელსაც მე ვალება რომ გადმოგცეთ ეს სიტყვა და თან ძლევეთში გადავიდეთ. აი ძლევეთში თუ გადახვალ მაშინ უკვე რაღაცა მნიშვნელობა გეძლევა. ძლევეთ ჩემს გვერდით დავისვამ ტახტზე როგორ თავად ძლიერს და ვამი ჩემს გვერდით დავჯერე მის ტახტზე და შვიდივე ეკლესიაში ძლევებს განმარტავს. წერილებს რო წერს გამოცხადებაში. გამოცხადება დიდი ისაა. წინასწარმეტყველური კაცო ეს რატომაა მიკრული ბიბლიასთან ეს ბოლო ამით თავდება გამოცხადებით თელი ბიბლია აი ადამ დაივადა დღემდე მეტი აღარ და ჩვენ გამოცხადების ბოლოში ვართ სული და საზძლო ამბობენ მოდი სული ესე იგი ჭეშმარიტების სული რომელიც მას და საზძლო კრავი რომ მოვიდა და საზძლო განიმზადა აი სული და საზძლო ამბობენ მოდი სმენელმა აი ვისაც ველაპარაკე ესმის სმენელმა თქვას მოდი ანუ მე რასაც ველაპარაკო იმან უნდა გაიმეოროს გაამრავლოს იმანაც თუ ყური აქვს ასმენად მსურველი მოვიდესო სული და საზძლოს ამბობენ მოდი მსურველი მოვიდესო და წყურვალმა უსასყიდლოდ მიიღოსო სიცოცხლის წყალი ესე იგი გადარჩენის გზა ეს არის სხვა გზა არ არის და სული და საზძლო სანამ შეუძლიათ რომ თქვან მოდიო ესე იგი შენი სამოქმედო ეს არის მეტი არ არის სანამ ამბობს რომ ანუ სანამ მე ვლაპარაკობ და მე ლაპარაკის დრო მომეცა 9 იანვრამდე მეტი არ მაქვს 28 წლიანი ციკლი თავდება არადა 27 რომ დამთავრდა მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო და 1 წელი მოგვეცა 9-დან 10-ში გადასასვლელად იმიტომ რომ 3-9 გავიარეთ 27 მე-4 რომ დამატებულიყო 1 წელი კიდევ საკομμანდოდ მოგვეცა ანუ შეიძლება თუ არა და ამ დროს ვინც უნდა გადაწყვიტოს ფიზიკურად მათი აქტიურობის საკითხი როგორც აქ შიგნით ისე გარეთ ნულზე დავიდა მაგრამ ჯერ ნული არ არის ნული თუ იქნა დამთავრდა მივახლოვდით ძალიან ამ დროს ვლაპარაკობ მე თქვენთან რომ მე არ ვიცი რამდენი დრო გავიდა მაგრამ პარალელურად ხსნი ლაზარეს საკითხებსაც იმიტომ რომ შესამეცნებლად როგორ არის სქემის მიხედვით ქრისტე აფსოთლებს ლაზარეს და კაიაფის მდელთავრობა ქრისტესთან ერთად ლაზარესაც გამოუტანს რომ სასიკვდილო განაჩენს თუ იმ სქემით უნდა წავიდეს როგორ თავიდან გააკეთა თავიდან ბოლო მაშინ დავიწყეთ ახლა ბოლოში ვარ მსგავსებით ესე იგი მათ საკურადღებოდ ვამბობ თუ ისევ ისეთი სქემით გააგრძელეს მაშინ დასასრულია სიცოცხლის
დაღუპვის ნიშანს მოგცემს ეკლესია. თავიანთი თავისაც და დანარჩენი მრევლისაც და ქვეყნისაც და დედამიწისაც. იმიტომ რომ ის მეორე იოანე რომელიც უბლისგან არის ლასი არა? ჩვენი პატრიარქია. რომელიც ჩემზე 6 წელს ადრეა დაბადებული 33-ში. ახლა როგორი ისაა და ახლა გადის მისგან მისთვის რაღაცა დრო გადის 25 დეკემბერს არის მისი აღსაყდრების დღე. ამ დღეს უპირებენ გადაყენებას. აქამდე მოგულეს უპირებდნენ და სულ გამოდმებით ვამობდნენ როცა უპირებდნენ და ხდებოდა მისი დაცვა. ამით. ხო, ახლა დასასრულთან ვართ ჩვენ, გეუბნებით დასასრულთან ვართ. დასასრულთან მიდის მისი აღსაყდრების დღე და დაბადების დღე კიდე 4 იანვარია. ესე იგი პატრიარქიც გყავთ პროცესიდან, რაც ნიშანია დაღუპვის. ლათერცელას თან შეერდნენ, ხო? ჭირდება და თავდება. მეტი აღარ არის დრო. შემთხვევით თუ დასასრულია რა გაგებით. მე აღარ ვიტყვი. საძრო ვეღარ იტყვის მოდით რა სამდარ მოხვიდე დამთავრდა. და თუ ნიშნები დაიდო რომ ეს გაიგო რასაც მე ვლაპარაკობ. ეხლა ჩვენმა სინოდმა როცა ამას ტაბუ დაადეს ეხლა ამ ჩემს რომ ვლაპარაკობ მეორედ მოსვლაო მაშინ საწყეში 95 წელიდან რომ წამოვიდა მათ ტაბუ ხო უნდა ახსნან ეხლა სხვა დროა კაცო 28 წლის წინ იყო ეგამოვე 27 წლის წინ და ახლა დასასრულთანა ვართ ამ დროს დიდი რაღაცეები მოხდა ჩვენ მაინც ვიმუშავეთ ჩვენ არ მოვკვდეთ ცოცხლები ვართ რაღაცები გაკეთდა და დედამიწა ცოცხლ არ დაცულდა მოვიდა ჯერ აქამდე მაგრამ ახლოს ვარ დასასრულთან უკვე აი ეს რო ამოქმედდა ესეც ნათლის მცემელია შვილო და მის ხელშია ის ბირთვული იარაღი რომელიც უნდა ამოქმედდეს დამოქმედდება თავსაც მოიკლებს და სხვასაც მოკლებს მაგრამ ეს ისე არ ამოქმედდება ეს 12 ეს არის დამნაშავე ამის ხელშია ყველა და ეს წინააღმდეგობა როგორ ახსნა ახლა ციფრებით გეუბნებით თუ მე-9 ლუციფერია და დედამიწაზე იქით მხარე შეერთებული შტატები ცხრიანი შიში შიში ხო შიშინო ახაც ვერ გავაგებინე რა გვარში სახელში დაბადების წელი საიდუმლოებები ეგ შემთხვევით არ არის მოდება შემთხვევით სახელს განფერდა და არც გვარი ეს არის ლაზარეს საიდუმლოებები რასაც გელაპარაკეთ რასაც ულთან მოვედით და დაგშა მე-11 და მე-12 თვე 9 ოღონდ პირველში era 9 რატომ ქართულმა ანბანმა იცის არა მარტო ეს ფიზიკური მხარე რასაც გელაპარაკებით დროც შიგარი წუთები ძრეებით კვირა თვეები ნიშნულობები შიგწელი წლები 10 წლეულები 100 წლეულები 1000 წლეულები ამ ერთ ალბანში ამთლიანა. და ამაში მაინც ვარ ტყუილ ვიღაცა მიცის ალბათ რომ ქართველებს კალენდარი ქონდა ქრონიკონი რო ქვია და იქ რიცხვებს არ ხმარობდნენ. ქართული ალბანური ნიშნებით იწერებოდა ქრონიკონი. ანუ თითოეული ასონიშანი გარკვეულ რაღაცა ასომთავრული რაღაცას ნიშნავს რა ასე წლების და ძირითადად წლების აღნიშვნა იყო შიგა იმიტომ რომ თვეებს და იმებს შენ თუ იცი ჩამოიყვან თუ არა და ვის ჭირდება ეს თვეები და ეს წლები რომ თავარი იქ და თავარი იწერებოდა ახლა რა უყოთ მივედით ახლა იმ დრომდე რომ ლასი თავს იკლავს რა გაგებით ვეუბნებით კაცვასეთ გომაროობა და თავის დროზე დაბუდა და ნაბიჯი არ გადმოდგა და ვერ გადმოდგა დაჭერილი ყავთ
ლაც ხო იჭერე და ნათენცანას ხო იჭერე და ასე კიდევ ყვირის მაინც მოვიშობსო ეს ჩვენი ჰეროდეო დავაცობდა მე სალომე მოითხოვა იმისი თავია რა ეს პროცესები მსგავსებით მიმდინარეობს შვილო დაჭერილია ახლა პატრიარქი ვერაფერს ვერ იზავს ვიღაცები ითხოვენ მაგის თავს ანუ გადაყენება უნდა თუ ვერ მოყოლ მაშინ გადავაყენოთო ვიღაცაოს არ არის ყველაფერი ტყუილი ჭორიო და რაღაც არა ტყუილი არ არის ოღონდ შეძლებენ არ შეძლებენ გააკეთებენ არ გააკეთებენ ჯერის დღე არ მოსულ ისე როგორც მე ვლაპარაკობ ჯერის 9 იანვარი არ მოსულა მე არ ვიცი მაშინ იმ დროისთვის რა იქნება მე დღევანდელიცაც ვლაპარაკობ დღეს რა დღეა დღეს 1 ნოემბერი 1 ნოემბერი ერთიანი და 11 და ისე 22 წელი მაგრამ სინამდვილეში 28 არის რატო ვახსენებ ამას კალენდარია შიგ და ცნობა რაც აქვს დღეებში 9 დღეა განსხვავება 7 არა რომელიც გასწორდა უბრალოდ 13 დღე არა კიდე პლუს 57 საათი ანუ 2 დღე ანუ 7 პლუს 2 ანუ იმ კოდზე ჯდება რაც 9-დან თუ 2 დაემატა 7 თუ არის უფლისა არა 2 თუ ემატება 9 არის 7 პლუს 2 ეს კიდე ფერების კოდია რასაც თვალებიდან აღვიქვამთ მაგრამ მეორე საკითხია რომ სმენად ვისაც ყური აქვს სმენად არა არ ვიცით ჩვენ რას ნიშნავს კიდევ ხო ასო ნიშანშია მაგრამ ყური თითქოს ამაზე მოგითითებს აი ამას საწყისთან მოგიცეთ საწყისიდან ეს ყური გვაქვს საწყისშივე იქ ბაღალი საკითხები რაღაცები სიმღერის საკითხები ხმაც უფლისაა კაცო ხმა არა სმენა ვისაც ყური აქვს სმენად მანიშნავს რას ეუბნება სული ეკლესიას ჯო ისევ სულზეა მითითება აი რა გამოვიდა რას ეუბნება სული ეკლესიას კიდე 7 ეკლესია რაზე ალაბარაკი რომ დორები პასურაცია და დომდია მაგრამ ესეც 7-ია აქ მაგრამ ის რაც ოქტავებში დამალული ერთ ოქტავაში პლუს 5-ია 7 პლუს 5-ია ოღონდ 5 შავები რო არის მაგლა ხო არის შავები ვისაც უნახავთ როიალეთო იქ 2 ერთად არის და 3 ერთად არის ანუ ეს 5 2 პლუს 3 ესენი სულ ყოდებია ჩვენი ანბანური ნიშნის მიხედვით ანუ ხმა სმენა თვალები 7 პლუს 2-ია და 2 დაბალულია ხედველობა ვერ ხედავს ფერს ვერ ხედავს ანუ 7 ხედავს დაჭრას და ყურები ხედავს 7 კარგად თეთრები რო არის მაგრამ ამასაც ესეც ესმის კიდევ 5 2 პლუს 3 ჩვენი ამბავი გეუბნება მაგრამ 2 პლუს 3 სხვა ხმებია კიდევ კლასიკურ სურათზეა რა შეიძლება ყველა ამ ნოტს ხმარობს კლასიკური საკითხი ამოვიდა ისე ხმისა რომ როდესაც მუსიკას წერდნენ ამ ყველა ნოტებს ხმარობდნენ მე დაიწყო მისი შემცირება და 4-ზე ჩამოვიდა აი საესტრადო სიმღერები ძირითადად 4 ნოტზეა აგებული და შემთხვევით არა ანუ დაიკარგა უკვე ეს ჰარმონია სრულყოფილება და რაღაცები იყო და გაქრება იყო და ქრება სიძულცრა იყო და გაქრება ფერებში ამ ხატრებს ძდიდის აქვს ოღონდ რაღაცა საიდუმლოა კიდე ორი უხილავშიაო რომელსაც ვერავინ ვერ ხედავს დანარჩენი ამ ფერების განხილება კიდევ რა საიდუმლოა ამ ხატრობაში ფერებში რომელსაც თვალი აღიქვამს შავი და შავი როგორც ასეთ ბუნებაში არ არსებობს შავი არის 3 ფერის ნაჯვარი ახლა როგორ არის ესე იგი 7 ფერით
ყველაფერია, მაგრამ სამეფერით შავი მეიღება. შავი არ შედის 7-ში, რა თქმა უნდა. არა, გაცი 7-ის არ გაცოიც. მაგრამ თალკე შავია. უკვე 7+1 გამოგევიდა. აი 1+7 მეტრია. ყველანი. პანისა. რომელიც 80 უდრის. ეთერი ისინია, მე ამბანურად გელაპარაკებ. რატო ახლა ეს ლასი საჭირო? თუ ეს არ ვიცით, ეს ადრეა კაცო, ვიდრე ქრისტე დაბადებული და მოსული, რა. თუ ეს არ ვიცით, რომ პირველად ჯერ ქრისტეს ჯვარცამდე ლასი საკითხი ცხადე, ანუ ნათლისმცემლის საკითხი ცხადე. ჯერ იმას ჭრიათ თავს. დრაგამო, თუ მართლა ეს სქემი წავიდა, ესე 25-ში იმას გადააყენა და ცხრაშინებ ჩემდები? მაგ სქემით მასე გამოდის ბატონო. აი ნახე, უფრო ადრე ის, ჯერ ნათლისმცემელი და შემდეგ ქრისტე. ო, მე ისედაც ჯვარდება რამდენხანს გაგორნე აგლო სხვა ლაპარაკია, ცოცხალი ხო ვარ და რატოა ცოცხალი უკითხულობენსო? რატო აგძელებსო? რატო აგძელებს, რატო ლაპარაკობსო? ნუ ასეა თვალსია ხო ცოცხალი ვარ არა? ხო და ვინმეს უნდა არ უნდა ჯერჯერობით ეს მდგომარეობა ასია. ეხლა ამას რატო გიწევთ კაცო? და ჩემს საფერმის შენობა დაწერილია თუ არა დაწერილი? ნაყურებლისთვის აქვს მნიშვნელობა, შემეცნებისთვის. რომ აგიხსნათ. იოში არის საიდუმლო. იმიტომ რომ იო ეს ო არისო კაცო, ის სახელი ხო არის? ქრისტესთან. აი ეს ო არის. მაგრამ ძველი ქართულით, ანუ ასომთავრულით, არის აი ეს და ეს ო არისო და ამნაირად იწერება თუმცა ანბანურად ეს იწერება ხელით. ასე წერდნენ ეს ბებიაჩემის წერილები მაგ-ოს წელს ესე წერდა ადრე. მაგრამ აი ეს ო სხვანაირად ეს არის აი და აქ ასომთავრულით. წერია? ანუ 26+1 საიდუმლოაში ჩადებული ამ ოში. თლიანობა და გამოსაცვლელი. მაგრამ ხელით იწერებოდა ასე, იო ეს ო არის. ამ ორშია დიდი საიდუმლო. თუ ასე დავწერთ ერთმანეთის გვერდ, ეს ასეა. მაგრამ თუ ამას გავშლით, რომ ჯერ ია და მერე ო ანბანში არა? თავში ის არის, ბოლოში ის არის. აი თუ არის ეს თავდება, ბოლოში ეს არის. ეს ფორმა რამეს ფორმა უგუნება? Z-ს გვეუბნება თითქოს. თუ აი ამას გავაულებთ, აი 0-ზე თუ გაიარა რა ამ ხალხი. აი აქ ხოთა. ეს აქედან იწება, ეს აქედან იწება, აქ თავდება. ყველთა მიმართულებები. ესენი კიდე აგე იქიდან არის. ანუ ეს სულიერის ნიშნებია. მოძრაობები არ არის. რაც სულიერად ხდება, ფარულად რაც ხდება. აი ფარულად რაც ხდება ესო, აი ეს არის ფარულად რაც ხდება ეს. ბრუნვაში არის. ბრუნვაში როცა არის. ბრუნვაში. ყველაფერი ბრუნვაში. ბრუნვით არის. მოძრაობაში. ილიამ თქვა. თერგს უთხრა რა. მოძრაობა და ხოლმე მოძრაობა არის ჩემო თერგოსი ცოცხლად ძალის მომცემი. იმ ძალის წერილებში ხსენით სანამ ეს არის და მე თუ დამდოდა და ეს ბაგაკები და ესები ფეკეს დაიწყო. როგორ ილიამ ზუსტი განმარტება მისცა და მოძრაობა არის სიცოცხლე კაცო. სიცოცხლის მომცემი. სიცოცხლის მომცემი. აი ეს შვილო ასე კი არის, მაგრამ 7-იანს ჩვენ ესე ვწერთ თუ გახსოვს. და აი ზეც ვაკეთებთ ხოლმე. 7-იანს ესე. მეორე თუ ამას გააგრძელებ და ეს არის. Z-ია.
აი უცხოური განმარტება. ესე იგი ეს ზეტი რა არის? რატო გეუბნები? მე ის უკვე გითხარით, აი ეს ზედა ნაწილი არის, აი ესა. მე მოდის და აი ესა. მოძრაობით. მაგრამ თუ სულიერად გინდა წარმოიდგინე, ეს არის და აი ესენი ახატი ტანკი დღეს რო ისვრიან ერთმანეთს რო კლავენ. და ვიღაცა იცის თორე თუ არ იცის როგორ აწერს ზეტი? აი რატომ აწერია ზეტი? ბევრმა ვერ გაიგო ბატონო. ზოგ ტანკს აწერე ნული. ნული აწერე. არ იცის და ისე. და ზოგს აწერია რა? ენი. ესეც იგივეა, ხოლო თევზზე თუ დააღერებდე. ეს კიდე ჩრდილოეთის მაჩვენებელია, ჩრდილოეთი. არა? ომი მიმდინარეობს ახლა, არც იცი სულიერად რაზე ელაპარაკი. ეს საკითხები გადაწყდეს თუ არ გადაწყდეს. აქ. იქი არა, იმადვენად იქ წყდება, აქ წყდება. სულიერად, ფიზიკურად წყდება იქ. რომ ამას თუ დააბრუნებ კაცო, აი დააბრუნე, არა, ესე გექნება და ეს გექნება, აი ორზე. სვასტიკას. ვის ეუბნებიან? აი ამას ეუბნებიან, რომ კაცო ფაშიზმი ვითარდება იქ. და რეალობა. და სინამდვილეში რა არის? ეს მოძრაობაში მოყვანილ ფაშიზმი. სულიერად სხვა განმარტებებს აძლევენ. ხოი ბენდერელები და ჟვიშკევიჩი და ასე შემდეგ ახლა არ მინდა მეორე მსოფლიო ომის შედეგები და უკრაინას ჯერ ლენინმა მისცა ტერიტორიები მერე სტალინმა აქეთ იმან აქედან იმან იქიდან ხრუშჩოვმა მისცა ხრუშჩოვმა ყირიმი მისცა და ასე შედეგა უკრაინა მოკაც ახლა იქაა ომი ხალხი 1100 კილომეტრს 1100 კილომეტრი 11 თვე აი ახლა ეს იოსელზე თუ გითხარით ესე იგი ი და ო არის უფრო კარგად უკვე მხედრული თუ უნდა გითხრათ რომ გასაგები იყოს ი და ო ხო არის მხედრული 4 შორის იწერება ხო იცით რა? დიახ, ასე წერდი. თუ ვიღეს უსწავლია სკოლაში დასაწყისში 4 შორის იწერება რა. ასეთი რვეულები ქონდა ჩვენ. ო ერთი მეორის შუაში წერია, ხო ეგრე? დიახ. და თუ აქედან ხაზებს გააკეთებ რა არის? რაი. თუ დაბლიდან გაუკეთებ ხაზებს, მაშინ რა არის? ამას მოშინე. ლასი და ღამე, ხო? ლასი და ღამე. და ეს თუ გასაგებია რომ ლასია. საფუძველი თუ აქედან მოდის. კიდევ რანაირი ლასი ვიცით რომელიც ბეჭდურივით არის? სამკბილიანი. ესე იგი იც არის შიგ და ოც არის შიგ. ლაში არის ორივე ი-ო არის. გაიგე? ოდ დაბლიდან მიდის ეს. უფლისა შემოდის და მერე ადის, ხო? შემოდის. უფლისა და ისე იწერება. რატო გეუბნებით ამას? აი ამ კბილებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ აღარ წერთ ახლა. და თუ ეს ო არის, მაშინ რომელს აქვს თურმე მნიშვნელობა გარედან? ხანს ალბათ. აი ღანი როა და ი რო არის, მაგრამ ი აი იწყება და მთავრდება. ის ათ როგორც მუსიკაში დო რე მი ფა სოლ ლა და დო დო და ლასის ჩვენ თანაც არიან ლასი აი აქ და გაიეთაც ლასი პატეროზე გითხარით რომ კაცობრიობასაც თავისი ფიზიკური ლასი ყავს ვით ასრულებს ახლა მის მოვალეობას მე დღეს არ ვიცი რამდენი ხანს ვილაპარაკეთ ძალიან ხوار გაგვეჭინა დრო მაგრამ მაგით მაინც მინდა დავამთავრო რომ დღეს ტყუილად გონია ვიღაცას თავის თავზე რომ მე ესავარ მისი ნამდვილი სულიერი სახე ეს ნათლის ცემელი
რომელსაც თავს სჭერია. იჭერენ და თავს სჭერია. გადამრჩელის ამბიცია რომ აქვს. შვილო, გადარჩენა გინდა? იმ სქემის მიხედვით, პირველი მოცვლის მიხედვით, ნათლისმცემელი არ გაყვა ქრისტეს. როგორ არის? იცის? იცის რომ შენი თასლების შემკორელის ღირსიც არა ვარო? განათლავს კიდეც? ორ მოწამესაც აყოლებს, მაგრამ თვითონ არ მისდევს. უფლისგან არის. მას სხვა დავალება აქვს. და იწყებს რა? თან ეს ნათლისმცემელი უფრო ღარიბებთან არის, ხო ეგრე? და ამ ღარიბებს უმხედრებს ვისა? ჰეროდეს, აი შეხედეთ ბრუჯობს. და ქრისტეს კიდე რა ბრალდება, მეფობა უნდა. შენ ხარ მეფე. ვერ გაიგეთ ვიღაც არა. ესეც ღარიბებთან დადიოდა, ეს აჭმევდა. მეათი სიცოცხლის აკითხებს წყვეტდა. ეს უდაბნოში. დააპურა, თევზი. პური თევზი. წყალი უინოთ ოქცია და ასე შემდეგ. ანუ ფუნქცია თითქოს ერთია ღარიბებისთვისა, ერთის და მეორეს. მაგრამ ქრისტეს ფუნქცია არ არის ამხედრება. არ არის რევოლუცია. ძალიან მარტივად. არ არის სისხლი. მე ვარ უკანასკნელი კრავიო, რომელიც იკვლება ომისთვისო, არა. ნათლისმცემელი კი არის. ეს ძათ არის ყველაფერთვის. ნათლისმცემელი ამხედრებს ამ ხალხს. უმხედრებს ხელისუფლებას. მაგრამ მას ძალა აქვს იმისა, რომ იჭერენ და თავს სჭერიან. ესე იგი, იმასაც არ უნდა ამის დაჭერა. ჰეროდეც მართალიაო. რა ვქნაო. მაგრამ არსებობს ის სალომე, რომელიც ხიბლავს იმაზე, რომ გამწო ისი თავი მომიტადება, არა? სიმზე. სიმ. ანუ შენ გინდა არ გინდა სქემა ესა. ანუ შენ გჭრიან თავს. ოღონდ ხმლით კი არა. სიტყვა აღმერთ. ესე იგი იწყება სიტყვით თავის მოჭრა ადამიანისთვის და მერე სიკვდილი. გარდაცვალება. ან მოცილება. და თუ ვილაპარაკებთ რომ სოფლიოთან ნათლისმცემელი, ფიზიკურ ნათლისმცემელი, სულიერად ფიზიკურ ვინც ასრულებს. მისთვის თავის მოჭრა დაჭერა და თავის მოჭრა. მისი სიკვდილი მოდი ასე ვთქვათ. დედამიწის სიკვდილია. რაც არ იცის სხვა იმ უფლის გარდა. ან რომელიც ჩემს გარდა ახლა არავინ არ იცის. და მათგონიათ იმას დამარცხებ. თქვენ ქვეყანაზე გაქვთ საუბარება. აი მაგაში ეცახნა. იქ ქვეყანაში ვინც ასრულებს ამ მოვალეობას. ქვეყანა და ვინც მოვალეობას ასრულებს. მე 12-ია გაცვლასი. მე 12-ია. მე 12-ია. ქვეყანა და მისი უფროსი. ვინც მალმალე ლაპარაკობს. არაერთხელ თქვა. ვის ჭირდება ის სოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება. მე ადრე ალბათომა თქვა ცოტა სხვადასხვა და მან გაიმეორა. ჩვენ 64-ში წავალ თქვენ ჩაძაღლდებითო. ამის სიტყვებია კაც. ესე იგი უკან არიქებს. მე ამას ვიხმარ. ამან გააბედინა ომის დაწყება. რომ ისინი არ შემომიწევენ უკაცო ახლა ვირთული არ არის ქორე ქვეყანა ვარ. შეუტიეს რატომ? მე ვარ მოსულა აგაცო არ შეიძლება ნათლისმცემელი უნდა დაიჭირო და მოკლა და არ გაუჩერდებიან. მე ახლა რუსების გასაგონათაც ლაპარაკობ. მე უტანეთ ამბავი იმ ვალოდიას. რამდენი ხანია რუსეთი დაიჭირეს, სანქციებია, მოჭერეს იქიდან სამყარო თავი მოჭერეს, იმ მაგათი ლაპარაკს არც აგებინებენ ხალხს. სულ უგუღმა ელაპარაკებიან.
მე არ ვამბობ რომ რუსეთი ტყუის კაცო რუსეთი მართალია როგორც მართლიცამელი არ იყო მართალი ამ ხელს რომ ეს რუსობა რო ცუდია ტყუილია პირველი ადამ და ევამ რაც გააკეთეს სიშიშვილი დაინახეს რომ შეერცხა და წავიდა დაიფარეს ხო ადამიანობა ამით დაიწყო რა გაიხადა ყველას გაშიშვილდა ყველაფერი რა ქართულ სიტყვაშია მართალი სიშიშვილზე ხო გაშიშვილდა ყველაფერი შიშველი და შიში და შიში და შიშველი და ეს კიდე ამომწრათ მე ბავშვობას ვერ დაუშვებ ქვეყანაში ანუ რა ქნას ამან მართლმადიდებელი ქვეყანაა განა იმათი წინამარი არ არის ჰეროდეს არ უნდა და იოანეს მოკლა არა კაცო რატო ეს ერთად საქმე აქვს რა ხალხისთვის ირდება რა რომ არა მიმხედროს ხალხიო რა ამემხედრდებაო ხალხი ამემხედრდებაო ანუ ამან სოფლიო აუმხედრა იმას კაცო ახლა რუსეთმა ნახევარი იქით წაიყვანა თავისკენ მიყავს აუმხედრა და იქით ის მარცხდება და არა კაცო ეგ არ მოხდეს რომ არ მოხდეს რომ თავი უნდა მოუჭერათ და თან უყარს და იმან უთხრა კაცო მოჭერი თავი და მოჭერეს დაიჭერეს მოჭერეს ეს სქემა ამ ფორმით ახლა მიმდინარეობს ამ ფორმით თუ აგ დამთავრდა მაშინ კაცობრიობა იღუპება იმიტომ რომ ის სქემა რუსეთის დამარცხებასაც ნიშნავს მაგრამ რომ არ დამარცხდეს ატომური თუ ბირთვული იარაღის ამოქმედებასაც ნიშნავს რომელზეც იძახიან ერთიც მეორეც რომ არავის არ უნდა გაკეთო ბირთვული ომების უნდა რა მაგრამ თუ გადაწყვეტილია ამ გზით დაღუპვა ვიღაცამ ხო უნდა შეასრულოს ამ ნათლისმცემისთვის თავი რომ უნდა მოეჭრათ ვიღაცას ხო უნდა შეესრულებინა კაცო ბრძანება გაეცა ეს დედამიწაზე არის რუსეთი და მის ხელშივია რა რომ ქრისტეს გაუგონოს თავი ხო განათლა რომ დაიჭირეს გააგზავნეს ხალხს არა თაითვეთი გამერკვიეთ მართლა ის არისო ვისაც ველოდი ეჭვი შეებარა მაინც ეჭვი შეებარა ანუ ეს ნათლისმცემელი კი არის უფლისგან კი არის განათლა რაღაცა მაგრამ ამბიციურია თან ხო არა ის არ მე წამდენ ახლა მართლა ის არისო ეჭვი შეებარა მე-12 მოციქულს იუდას როგორც იმას შეეპარა ის ქართულმა ანბარმა იცით ეს ორივე ერთია მე-12-ია ლასი ჩვენთან ანბარში მე-12-ია რომელიც 12-ს აღარ უდრის 30 სულის და უდრის და იმ იუდამ რომელმაც გაყიდა რამდენი ვერცხლი მისცეს 30 ესე იგი 30 ვერცხლი გაყიდა არა ოქროს აძლევდა არამედ ვერცხლს აძლევდა ანუ ვერცხლი გაყიდვისა ვერცხლი ჯოჯოხეთისა თვითონ სიტყვაც და ასე შემდეგ ხა ამიდან ყველა სიტყვას გამოგოთ ანუ ლასი ერთდროულად დღეს იუდა გამყიდველიც არის ერთდროულად ერთშია და ერთიც არაა ბევრია კაც ყველგან არის და ყველაფერსია აი ეს ათექსელობა იგივე მე-12 და ყველაშია მაგრამ გამორჩეულად კიდევ არის კაცო ახლა ვინც ამ ფუნქციებს ძლევის საკითხებია ესეც პირამიდას ავითარე და ძლევის საკითხებია და რატო ახლა ეს 2-ში და 3-ში და ისიც არის შანსი გადარჩენეს ესე იგი აქ ახარ და აქ არ ახარ ესე იგი აქ ახარ უფალთან და ემსახურები მაგრამ აღარ ახარ იმიტომ რომ გამჩანგებელი ხარ იქით ახარ რომელიც არა იქით არა ისე გაკეთდება შენ ფიქრობ არა მეცხრე ჩურჩულება ეთქო
მე თავისებურად ეჩურჩულება, არა? ლამაზ. ანუ მაგერ როგორ ერთი საკითხია. თქვა თუ არა თქვა, მაგრამ ჩვენ გჭირდება, რომ გავიგოთ, ჩვენ მაინც გჭირდება. სხვა თუ ვერ გაიგოს, რომ არა. ხელმძღვანელობთან დიბლით და უცბად საკითხი ცხება პოლიტიკურად. ეკლესია და ანუ საერო და სასულიერო ხელისუფლება. ხოლო ვიღაცა ფიქრობს კაცო. თუ ქრისტესანავარ სიტყვა რა. ჯო ესეც თუ იმით აწყდება, ხო არ დაუკავშირდეთ ამას საერო ხელისუფლებას და არ თქვათ კაცო მეორედ მოსულა. რომ იქნება გავაკეთებინოთ რაღაც. ცდომილება, შეცდომა. შენ უკვე ძდები გამცემ ნაკოდების დროში. თან ნათლის ცენელი ხარ. რომელსაც დაიჭერენ და თავს მოჭერენ და თან გიოდა ხარ, რომელიც ამას თუ ბონუს მიხვდები რომ ეს ღალატია, თავს ჩამოიხჩო. ანუ ორივე შემთხვევაში სიკვდილია. ეს გზა დაღუპვისა არ შეიძლება რომ პოლიტიკურად საკითხი ისე გადაწყდეს რომ არ ახსენო რომ მეორედ მოსულა. რომ ქრისტე მოსულა გადასარჩენა. თუ ამას არ იტყვი, შენ ამ დედამიწაზე არაფერი არ ახარ, ფიზიკურად, ნული ხარ. არავე შენ პატიმს არ აქცევს, გაქსერეზე. და თუ აფეთქდა, მაშინ აღარაფერი არ დაგჭირდება. და ჯერჯერობით ისეა აწყობილი საქმე. რადგან დასასრული არ არის და გაგრძელდა. ყველა თავის თავზე იწერს, აი მე რომ გითხარით, აგერ დასასრული არ არის. მე რომ ხელისუფლებაში ვარ, აგერ ისეთი პოლიტიკა მიმყავს, რომ ყველაფერი კარგად არის და ხალხი ამა თუ ისმენს და იჯერებს. და ვიღაცამ ხო უნდა შეასრულოს გაგრძელების ფუნქციას კაცო. ეს ხო სულიერი პროცესი ხო არ ჩანს. სულიერად თუ ეს გადაწყვეტილი იყო ჩვენ წვალობთ. და დასეული ყავს ამდენი ხალხი რომ ნუ ლაპარაკობთ, ნუ აკეთებთ, ნუ აგრძელებთ. განმარტება რა არის? რომელია? მოდის კრავი და ხეცი შეებრძოლება კრავს. და იქავე წერია, კრავს მცირე აქვს ძალა. რა გაგრძელებაში, მაგრამ კრავის ძლევს ხეცს. რა უყურე? ეს განმარტებები რაში იყო საჭირო, ეს სიტყვები? კრავს მცირე აქვს ძალა. მცირე გვაგრძალა კაცო და დანარჩენი უკეთური და მომული შემოდგა. ანუ ხეცის ხელში ხარ და ხეცი ჩვენ წარმოგვიდგენი არ ვიცი რა წარმოუდგენია და უფლის არა ის ხეცი კაცო. მეცხრეს მომზადებულია ის. არის დაც მოს ხეა ეს რომელიც ჩვენ ჭამეთ ადამიანები და ეს ცანო ცან განეს ხარამი ერთი ხეა და მეორე ხეც არის კაცო. ანუ ეს ხე არის ევა და მეორე ხე არის ვე თუ ამას დაამატებ მაშინ გადარჩენა არის მაგრამ უამისოდ ვერ გაგიკეთებ. მე ახლა რასაც ვაკეთებ სულიერი პროცესია, სულიერ პროცესში რაღაცა ხდება და ხვალ ზე გამოჩნდება. ზე მე ცოცხალი ვიქნები, არ ვიქნები. ჩვენ გვექნება საშუალება კიდე შევხვდეთ ვილაპარაკოთ არ შევხვდეთ. არ ვიცი. რა ნიშნავს ელოდებით? აი თქვენ რომ მითხარით ახლა და უცბად მომიჭერით. არის მეთქი საკითხი, რომელსაც ვერ ვიტყვი და რატომ? ჩასაფრებულია ხეცი. და მე რასაც ვიტყვი, იმის აწინააღმდეგოდ მოქმედებს ფიზიკურში. და ის თავისით გაჩნდება თუ ჩვენ სწორად წავიყვანთ. და ვისთვისაც ვლაპარაკობ, თუ ის ჩაერთვება საქმეში. და მონოდინში არ იქნება, რომ ვიღაცა გააკეთებს, მე კიდე გადავრჩები. ასე ფიქრობ.
არის საკითხი რომელიც აგერ ამდენს ვლაპარაკობ, მაგრამ არის საკითხი რომელსაც ვერ ვიტყვი არ მათქმევინებს ერთადერთი მიზეზის გამო. ეს ახლა თქვა აი ამას აიღებენ და მე გამოიყენებენ არ ჩაიშლება საქმე. ისევ მათთა საზიანოთაც იქნება ალბათ. კაცო საზიანოთ ყველას ეჭრება თავი, ყველას იხჩობს თავს. ადამიანი თავს იკლავს, ვითაც ნოეს წინა დღეებში ისია, თორემ არის უკეთური და მომორჩე მოძმა, რომელიც სასწაულს ელოდება, სხვა გააკეთებს მე გადავჭები. კეთილი ბატონო რეგე. მოდი დღეს ამენ დავამთავროთ. თუმცა აი ეს იო საკითხები ბოლომდე ვერ ავხსენებ. იქნებ შემდეგი ჩაწერისთვის. მარტივად გეტყვით. დიახ. იოანე ენაზე ლაპარაკი. იოანეს ენა სხვა არის. ნათლისმცემლის. და იოანეს ენა ღვთისმეტყველი სხვა ორივე ენაა, მაგრამ სხვადასხვა. გარიგეთ? ამიტომ ორი ე არის. ამ ორი ე საიდუმლო იცის ამ ი დავარ გითხარით აი აქ რომ ხაზავდე რომ წავშალე ისე რომ ამას თუ გავყავთ მეთქი ნულიან თუ გავყავთ არა და გავაცალკე წარმოადგენდეს ერთი მაღლა დაგჭირა მეორე დაბლა აი ეს ორი ი ამი დავამთავრე ვანდერ თქვი მაგრამ ამებს ვაგამშილებ მე ახლა ამათან ვაგამშილებ კარგად გავიგოთ რაზეა ლაპარაკი ეს ჯვარი წავშალოთ უკვე იო იყოს არავიშებს აი ეს ი თუ მაღლა უნდა იყოს და მეორე დაბლა გაიყო რა თუ შეერთებ ე არის თუ მეორესაც შეერთებ ნულია ცოცხლები ვართ როგორ არის ე დამალული ორია يعني ჩვენთვის აი ერთია და შემოვიდა და მეორეა თუ ესე შეერთებ გითხარით რატო ასე ხდება ტვინის მარჯვენა ნახევარი თუ ესე შეერთებ ნულია კაცოდოში თუ და ჩვენ ასე ვართ გამასული მარტო აქ არა ვარ და თუ ეს აცილებით და რვიანში ასაიდულ ეს ადამიანია თავი და ტანი ანუ სადღაც თარი და ტერი გადაკვეთის წერტილი აქ არის აქ ხოდა ეს ორი ის საკითხებია დაბლითა აი აქ დაბლა არის ეს მაღლა არის და მე ადამიანში ესე ადამიანი თუა თავი და ტანი ცოტა დიდია ესა აი აქ არის და არა ეს თლიანია ადამიანი ხომ თლიანია თუ თლიანია ნულია თორე ამ ნულში ეს ორია ახლა აი ესა თავი ანუ ამაზე ზევი თუ გადახვალ აქ ხო გაიყო არა თუ გაარჩიო კოორდინატთა სისტემა აი ეს დაძდებს თან და ეს კიდე დროის სისტემაა დრო და ეს უბრალოდ დამაგამშილებელია ცა და მიწა ცა და მიწა აი შუაში არის და ყველაფერს აქვს თავისი ახსნა და თუ ასე შეერთებ უკვე ადამიანია და ადამიანი ვართ ასე გამოგდენილი და აქ არის ადამიანშია ყველაფერი ალბათ ბატონო გაკი ძალიან დიდი საკითხია და გაგლეს დავახვალე ხო ერთად თალგე ახსნელი მაქვს შვილო 28 წელიწადია ლაპარაკობ მაგრამ აღარ მithობს ახალი მსმენელისთვის აღარ მithობს მე რომ 28-დან გადასასვლელი ვართ 29-ში ხო ეგრეა ეს სულიერი დროა ქრისტეს მოსვლიდან დღემდე რეალური წლებია განსხვავება წელარითა დღეებში ხო გითხარით საერთოდ ნული ხوارით 1 იანვარი ხوارი დასაწყისი რა და 9 დღეა რეალურად 9 უნდა იყოს ნული დიახ რომ ზუსტად
იმაზე დაჯდეს. ჩვენი კალენდრით ასეა. წლების მიხედვით 6 წელია დამალული. და 6 შემთხვევითი არ არის მეთქე გითხრა. დიახ. 9 არის დამალული და 6-ია დამალული. 6-იან 9-ის ხედავთ როგორ ემთხვევა ერთმანეთს რა. რატო? ქრისტიანული ადრია დამატებული ვიდრე გრიგორიული კალენდარი. შეიძლება ჩვენ წელთაღრიცხვი. ამიტომ აი ეს ციფრები ანბანურას ნიშნებში. დიახ. ერთხელ 22-ს ეს არის ფიზიკური დრო. და ერთხელ 23-ს. ოდეში თუ ვერ წერ რა. აი ეს რა არის ჯამში 2 რვიანი 10-იანი და ნახე 10-იანი აი რამდენზე ვილაპარაკე 10-იანი არის და ასე შემდეგ. 10-იანი. ამათი რა არის 4-იანი. დიახ. და შემდგომ რა მოდის 2-9 2 რვიანი თან რა არის 16-ია? დიახ. 16 2-ია. 2-9-იანი რა არის? 18 ჟამია. რის ჟამია? მეორეთ მოსვლის ჟამია. გაიგე? და თუ არა და 2 და 9 11-ია. 11 არა. წილვა ასონიშ. ანუ რამდენი აქვს რაღაცა უამრავი რაღაცები. აი პირველი რო აუხსნათ აი ეს რო არის. ეს არის სულიერი ხაზი, ეს არის ფიზიკური ხაზი. აი ოძრაობაში. და სამყაროში თუ ამას გადავატრიალებთ აი ღერძზე გადაბრუნებს ჯვარი რატო გჭირდება? უნდა გადააბრუნო. და აღაპყრო. თუ ამას გადააბრუნებ, მაშინ ესეთი გამოგდის არა? რო გადააბრუნო. ფორმა. აი ეს თუ სულიერი ხაზია, აი ამას ფეხზე თუ დააყენებ, აი ეს იქნება. აი ეს ხაზი ფეხზე თუ დააყენებ. და მე ამას თუ გააკეთებ ეს იქნება. აი ეს ხაზი ფეხზე დააყენებ, არის კ და ჯვარს თუ გააკეთებ, აი აქ მაღლა აჩვენო. არის ჯ. ჯ რვიანი, კ კიდე 2-იანი. ახლა როგორ რაღაცებს გაძლევს. თავისი ახსნებია. და ვიღაცებს გონია თუ ახლა ლაზარეს აღადგენენ. აი ეს რასაც ლაპარაკობ თუნდაც ისწავლოს. მაგრამ სულიერად არ ხდება იცი ის. ვინმე იცის? ხო და აი ამ პროცესში ვარ მე ყოველდღიურად. არის აქ მთელი მუშაობები მიმდინარეობს რომ იქნებ არა ფეთქდეს ის ჭუჭყიანი ბომბი რომელზეც დღესაა ლაპარაკი. აი დღე და დღე. იმიტომ რომ ეგ თუ აფეთქდა მეორე ეტაპი რა არის? მერე სუსტი. ეს თუ ჭუჭყიანი მერე სუფთა აფეთქდება. ანუ ტაქტიკური ბირთვული არ არის ამოქმედება. და თუ ის ამოქმედდა, შემდგომი ეტაპია სტრატეგიული ბირთვული არ არის ამოქმედება. ჩვენ მანამდე ჭავთ, ვაჭრობთ, ფულს ვაკეთებთ რაღაცები, ვიცინეთ, ვიმხიარულებთ, მაგრამ ეს დრო აი ვერ გადადის. 29-ში ვერ გადადის, თუ ნიშანი არ მოგვეცა. ნიშანი 2-ია თქო გითხარით. საწყისი 2-ია რა. ამ შემთხვევაში ფიზიკური, რელიგიური და საერო სასულიერო. ამ ორისგან ველოდები რაღაცა ნიშნებს. თუ ეს ნიშნები არ დაიდო, ან ერთის, ან მეორეს. თუ მარტო ერთის დაიდო და მეორეს არ კეთდება. თუ ერთის დაიდო. მაგრამ არის საიდუმლო, თუ ერთის დაიდო კეთდება. ამიტომ თქვით და გამიკვირდა ახლა თქვენ. ამიტომ არ ვამბობ და ფორმა აღარ ვალაპარაკობ. არის თუ ერთი დაიდო და მეორესგან არ დაიდო არ კეთდება, მაგრამ არის ფორმა თუ ერთისგან დაიდო და მეორემ ორი თუ იმ ერთისგან კეთდება. ჩვენ იმეც ვიტოვებთ რომ რაღაც ახალი იქნება ახალი და ვიღაცას გონია რომ მე ვიცი. არ ვიცი, იმიტომ ადამიანების გადასაწყვეტია და ქვევიდან 28 წელია ვლაპარაკობ, ხალხი არ ითხოვს. ანუ იურიდიულად რომ გადავწყვიტეთ ერთ დროს არა, საბუთი. ფაქტობრივად ვერ წყდება, იმიტომ რომ ხალხი გაჩვენა. ეხლა ზემოდან ზოგი ქვებოდა, მაგრამ
ქვემოდან გარეშე არ ხედება კაცო ეს პროცესია რაღაცნაირად. არ ხედება. თუ არ შეიკრა ზევითა და ქვევითა რას გეუბნებით? ნულიანი არ არის არა. ორივე ერთმანეთზეა დამოკიდებული. ერთმანეთზეა გადამული. 100-ია გადამული, ერვიანითაა გადამული. ხო და თუ არ შეიკრა ეს თლიანობა ქვევითაც და ზევითაც, საკითხი არ წყდება. მაშინ გაგითხვა, მაშინ ამ შიგნით რო ორია, აი ეს თავი ეცლება ტას. აი თავი ეცლება ტას. აი ეს ჯვარი არ გადის ეხლა, ხო და არ გვინდა და თავი ეცლება ტას. ეს და ხელები აქა, ფეხები აქა. ანუ ნათლისმცემელთან მიდის რა. თორე თავს იხჩობს. ანუ ეს თავი მაინც აქ მომდგარი სიტყვა აღარ გამოდის გარეთ რა. იქეთ გადაკეთვა. ამას ადამიანიშვილის, ამას ერს და ამას კაცობრიობას. ხო და აი დღეს ამით დავამთავრებ. მადლობა ბატონო აგარია. თუმცა შიგნი ამ დღესაც ვილაპარაკეთ, კიდია ბევრი რაღაცები. თუ საჭირო გახდა, არ ვიცი. ალბათ გახდება საჭირო გახდა. კიდევ ჩავიწერთ და რომ პირველი 6 პლუს 1 არის. დანარჩენი იქნება თუ არა არ ვიცი. თუ იქნება გამოჩნდება. მადლობა დღევანდელი დღისათვის.